მელანი კლაინის ხალხი 60-იან წლებში ზუსტად ფერენცის ეფუძნებიან, იმიტომ რომ აქ წამოწევს კონტროლ ტრანსფერის და დიდაქტიკური ანალიზის საკითხს, რომ ანალიტიკოსი უნდა იყოს ანალიზირებული. თუ ანალიტიკოსს აქვს ნევროზი, იგი პაციენტს ვერ გაწევს, იქამდე გაწევს, პროგრესი იქამდე მიაღწევს, რა პროგრესაც მიაღწია თვითონ. იმისი მერე რეზისტენტობა დადგება. რეზისტენტობა, თორე ანალიტიკოსის ნევროზი ყოველთვის რჩება როგორც სტრუქტურა, როგორც ნევროზი. ანუ ყოველთვის წარმოდგენილია, მაგრამ ამას ამბობს ზუსტად, რომ უნდა იმუშაოს ამ თემაზე ანალიტიკოსმა რა? ეს არის იდეა. რა თქმა უნდა. სხვა რაღაცას ამბობ. ხო, არა, მაგას ვამბობ ზუსტად მაგას ვამბობ. ნევროტიკ ანალიტიკოსზე ვსაუბრობ ზუსტად. თუმცა დავუდგეთ ახლა და გვიან ჩაგე. საინტერესო. აი საინტერესო მე მგონი ის არის ამ ხრივ, რომ ერთის მხრივ აუცილებელია კრიტიკა თვითონ კლასიკური ფსიქოანალიტიკური ჩარჩოს, რომელსაც ეს ურთიერთობითი ფსიქოანალიზი, რომელიც მამა შეიძლება იყოს ფერენცი ჩაითვალოს, თან ღრმად აკეთებს და მნიშვნელოვანი მიმართულებებით ანვითარებს ამ კრიტიკას. მეორეს მხრივ ის ტენდენცია შეიძლება შეინიშნებოდეს აი ურთიერთობით ფსიქოანალიზში, რომ აი იმის გამო რომ რაღაც აპრიორი ის არის ნაკლებები, რომ ანალიტიკოსიც ესე იგი ქვეცნობიერის და ნევროტული სტრუქტურის მქონე სტრუქტურის მქონე. აი მე არ მესმის. წყდება ხმა. ან სხვა სტრუქტურის ადამიანიც შეიძლება იყოს ანალიტიკოსი, რომ ამიტომ გარკვეულწილად გარკვეულ relationist სკოლებში შეიძლება ცოტა პასუხისმგებლობა თავის ქვეცნობიერის acting out-ზე ეხსნებოდეს ხოლმე ანალიტიკოს. ნუ ეს არის, ესე იგი, პირიქით საწინააღმდეგო, რასაც ფერენცი ამბობს, აქ პირიქით უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს ამ შეცდომებს და უფრო მეტი გულწრფელობა უნდა ქონდეს ანალიტიკოს ამ შეცდომების აღიარების და ასე შემდეგ, მაგრამ აი გარკვეულწილად, როდესაც ხალხი გადადის იმაზე, რომ ჩვენ ყველანი უშეცდომოები არავინ არა ვართ, მე გარკვეულწილად შეიძლება ითხრებოდეს ეს ჩარტი და ესეც პრობლემური ხდება ხოლმე ამ ხრივ. მე მგონია ეს საინტერესო პრობლემაა თვითონ ურთიერთობითი ფსიქოანალიზის სკოლაში. ყოველ შემთხვევაში ის, რასაც ფერენცი წერს ტექნიკაზე, ფსიქოანალიტიკურ ტექნიკაზე, შეიძლება ითქვას, ყოველთვის მე რას სამიკითხავს, რომ ის რამენაირად კი არ ცვლის ანალიტიკურ ჩარჩოს. ის ამბობს, რომ არის პაციენტების კატეგორია, რომლებთანაც ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ისე, როგორც მუშაობთ ნევროტიკთან. მაგალითად, ამ შემთხვევაში, ეხა ფანტაზმის კლინიკა და სექსუალობის კლინიკა გვაძლევს განსხვავებულ სურათს და რეალური ტრავმატული გამოცდილების კლინიკა განსხვავებულ სურათს. ანუ თუ ფროიდი აღწერს ფსიქონევროტიკის ფანტაზმს, ფერენცი აღწერს ტრავმირებული სუბიექტის რეალურ გამოცდილებას. ამიტომ შემოაქვს რამოდენიმე ტერმინი. ერთი არის აქტიური ანალიზი. აქტიურ ანალიზში იგულისხმება მეტი ინტერპრეტაცია, მეტი მხარდაჭერითი, ასე ვთქვათ, ინტერვენციები და აგრეთვე აქტიურ ანალიზში ფერენცი გულისხმობს გარკვეული აკრძალვების დაწესებას პაციენტისათვის. რაც სხვათა შორის ფროიდის მიერ იყო თავიდან შემოღებული, როცა ლაპარაკია აბსტინენციის წესზე. მაგალითად, როდესაც პაციენტს ეუბნები, რომ იქამდე ვიდრე ანალიზში ხარ, არ გათხოვდე, ან არ მოიყვანო ცოლი, ან არ მიიღო რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის შენს პირად ცხოვრებას იქამდე ვიდრე ანალიზში ხარ. მაგრამ ფერენცი რას აკეთებს? უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ძალიან ბევრ პაციენტს აქვს სიმპტომატური აქტივობა. მაგალითად, მასტურბაციული აქტივობა, პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით. მაგალითად, ზოგიერთი ჩვევა, ზოგიერთი მიჯაჭვულობა, აკვიატება და ასე შემდეგ. და ამბობს, რომ ანალიზზე ფსიქიკური ეკონომია, ფსიქიკური დინამიკა იკარგება ანალიზისთვის, იმიტომ რომ ფსიქიკური ეკონომიის ძალიან დიდი ნაწილი მიაქვს სიმპტომატურ აქტივობას. და ფერენცი უკრძალავს პაციენტს
განახორციელოს ესა თუ ის სიმპტომატიური აქტივობა, მაგალითად მასტურბაციული აქტივობა, აკვიატებულ მასტურბაციას როცა ეხება საქმე, იმისთვის რომ მთელი ფსიქიკური ენერგიის მობილიზება მოახდინოს დივანზე, ანალიტიკურ სივრცეში. და ამას ის უწოდებს აქტიურ ტექნიკას. ან მაგალითად ეუბნება, რომ 6 თვეში დამთავრდება ანალიზი, თუ თქვენი წინააღმდეგობა არ გადაილახება და როდესაც 6 თვის ვადას აძლევს პაციენტს ტრანსფერში, რა თქმა უნდა, როცა ტრანსფერი დამყარებულია, იწყება ბევრად უფრო აქტიური დინამიკა პაციენტთან. ეს არის რაღაცნაირი ერთგვარი ზომები იმისთვის, რომ ფორსირება მოხდეს პროცესის ზოგიერთ პაციენტთან, რომელთანაც სხვა ყველა გზა და მეთოდი ამოწურული. და მეორე ტერმინი, როცა შემოაქვს წესი ფერენც, ეს არის ელასტიციტე, ელასტიურობა. ანალიტიკური პროცესის ელასტიურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ რიგიდული ჩანაცვლებულია ჩარჩოთი, რომელიც მეტნაკლებად ფეხს უწყობს პაციენტის ფსიქიკურ სტრუქტურას. და არა პირიქით. რატომ? იმიტომ რომ ამ სტატიაში ფერენცი ლაპარაკობს ალოპლასტიკურ და ოტოპლასტიკურ რეაქციაზე. როდესაც სუბიექტი ატრავმირებელ სიტუაციაში ვერ ცვლის რეალობას, არ შეუძლია გაექცეს რეალობას, არ შეუძლია თავი დაიცვას, ანუ რაიმე ცვლილება მისდა სასიკეთოდ, საკუთარი თავის გადასარჩენად შეიტანოს გარემოში, ის იწყებს საკუთარი მეზ დეფორმაციას, მაგალითად გახლეჩას და ტრავმირებულ გამოცდილებას გახლეჩილ ნაწილში ინახავს და ამას უწოდა ოტოპლასტიკური რეაქცია. ანუ როდესაც ვერ ვცვლი გარემოს, რომელიც ჩემზე მოქმედებს როგორც უკიდურესად გაუსაძლისი და მატრამვირებელი, მე მთლიანად ვახდენ ჩემი თავის დეფორმაციას. და მე ეს ყველაფერი გადმოიტანა ანალიტიკური ჩარჩოს ფარგლებში და თქვა, რომ თუ კი კადრი იქნება აბსოლუტურად უცვლელი, როგორც ეს ხდება სრულიად სამართლიანად და ტექნიკურად სწორად ნევროტული რიგის აშლილობების მქონე პაციენტებთან, ტრავმირებულ პაციენტს მოუწევს ისევ განავითაროს ოტოპლასტიური რეაქცია. გესმის, რას ვამბობ, ფელნე? კი, მესმის კი. ანუ და შესაბამისად ეს ალოპლასტიკური და ოტოპლასტიკური შემოაქვს და ქმნის ერთ ტერმინს, რომელსაც ქვია პლასტიკურობა, ანუ პლასტიციტე და ანალიზი, პლასტიკურობა ანალიზში, რომელიც არნიშნავს უპასუხო პაციენტის ნევროტულ მოთხოვნას მოერგო მას, არამედ ფეხი აუწყო მის ფსიქიკურ საჭიროებებს, განსაკუთრებით ტრავმატიზმის დროს და მესამე კონცეფტი, რომელიც შემოაქვს ფერენცს, ეს არის ტაქტი. ტაქტი, რომელიც ლაკანისთვისაც საინტერესო იყო, როცა საქმე იმდრო, რომ ტაქტი მაინც გულისხმობს დროის კონცეფტს. ანუ ფეხთაფეხ მიყვე პაციენტის ფსიქიკურ ტემპორალობას. ტაქტი, პლასტიკურობა და ესა რა ქვია, აქტიური ანალიზი. მაგრამ რას ამბობს, რომ ამას ის იყენებს სრულიად განსხვავებულ პაციენტებთან, განსხვავებული ფსიქიკური სტრუქტურის მქონე და დღეს ყველა პრაქტიკოსი თან ხდება იმაზე, რომ ერთი და იგივე ერთნაირი ჩარჩოთი ვერ იმუშავებს ყველა პაციენტთან. თუნდაც ყველაფერს თავი დავენოთ, ყველა პაციენტს დივანზე არ აწვენ, რა თქმა უნდა. ანერდელი კიდე გეკნება საფუძვლად ვერ ჩავწვეთობი. დი არავის არ ვარ. როგორ? არაფერი. ხო, ამ რაც შეეხება აგრესორთან იდენტიფიკაციას, ესე იგი ფერენცი ამბობს, რომ აგრესორთან იდენტიფიკაცია არის ბავშვის რეაქცია ძალიან ძლიერ სტრესზე და შოკზე, რომელსაც ესე იგი თავდაპირველად ბავშვს და უფროს, თქვათ, რო აღწეროთ სიტუაცია, რაზეც ფერენცი საუბრობს, თავდაპირველად ბავშვს და უფროს ერთმანეთი უყვართ, ანუ ეს უფროსი არის ალბათ პირველადი ობიექტი შეიძლება, ან ავტორიტეტული უფროსი, რომელიც წარმოდგენილია ბავშვის რეალობაში. ბავშვს აქვს ფანტაზმი, ვითამაშოს, თქვათ, დედობრივი როლი უფროსის წინაშე და ამ თამაშმა შეიძლება მიიღოს, თქვათ, ეროტიული ელფერი, მაგრამ რჩება სინაზის დონეზე, ეს ტანდრეს, რასაც ამბობს
ფერენცი და რითიც განსხვავდება იგი გამრაც თქვა უფროსის ვნებისგან. განსხვავდება იმით, რომ უფროსის ვნებაში ჩართულია ბრალის განცდა, დანაშაულის განცდა. რაც შეეხება ბავშვის სინაზეში, რომელიც შეიძლება ეროტიულიც იყოს, ფერენცი არ უარყოფს ინფანტილურ სექსუალობას ამ სინაზით. ის უარყოფს იმას, რომ ამ სინაზეში არ არის ის ბრალის განცდა, რაც უფროსთან არის, რაც უფროსის ვნებაში არის ჩართული. ინოსან, ანუ უდანაშაულო. უმციკლოა. უმანკოება. ბავშვთან სექსუალობა არ არის ბრალის გრძნობით დაგდაცმული თავიდან, რაც უცნაურია ფროიდის განსხვავება. და გამოდის, რომ ეს უფროსი მოძალადე ფიგურა უხეშად იჭრება ბავშვის თამაშში, მის ამ ფანტაზმში. და რა არის ბავშვის პირველი რეაქცია მსგავს ძალადობრივ ქმედებაზე? პირველ რიგში ეს არის უარყოფა, ზიზღი და რეზისტენტობა. თუ კი ინტენსიური შიშის გამო არ არის ის მთლიანად ინიბირებული. და ფერენცი წერს, რომ შეიძლება გულის წასვლამდეც კი მივიდეს ბავშვის რეაქცია. უფროსის ეს აბსოლუტური ავტორიტეტი, რომელიც აქვს მას ბავშვთან, ხდის ბავშვს აბსოლუტურად უძლურს და მუნჯს. და ეს მუნჯი ალბათ პირდაპირი და არა პირდაპირი მნიშვნელობითაც ის, რაც რეალურია და რისი სიმბოლიზირებაც არ ხდება. და რაც თავარია, ბავშვი ვერ იგებს, რას აკეთებს უფროსი. ვერ იგებს. მისთვის ეს არის აბსოლუტური ბუნდოვნება და ორაზროვნება, ვერ იგებს და. და როდესაც ეს შიში კულმინაციას აღწევს, მაშინ აიძულებს ბავშვს ავტომატურად, რომ დაანებდეს აგრესორის ნებას. და ასე ვთქვათ, ის ერგება უკვე აგრესორის სურვილს და ემორჩილება მას აბსოლუტურად. და სწორედ შეიძლება ზუსტად ალბათ პარალელი გავავლოთ ამ პაციენტის იდენტიფიცირებას ანალიტიკოსთან და მასთან მორჩილებას, რასაც ფერენცი ამბობს, რომ ხშირად ეს პაციენტები, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის ხორბლები იყვნენ, ხშირად მიუხედავად ამ განდევნილი და რეპრესირებული ზიზღის არსებობისა, ისინი ვერ ახერხებენ იმას, რომ ვერბალიზება მოახდინონ და წინ წამოწიონ ეს თავიანთი დესტრუქციული ლტოლვები ანალიტიკოსის მიმართ. მორჩილების შედეგად იდენტიფიცირება ხდება, ანუ ინტროექციის საშუალებით ხდება იდენტიფიკაცია აგრესორის ფიგურასთან. ანუ ეს აგრესორის ფიგურა, რომელიც არის თავდაპირველად გარე რეალობა, უკვე ხდება ინტრაფსიქიკური რეალობა. და აგრესია წყვეტს გარე რეალობაში არსებობას, გადაინაცვლებს უკვე ტრავმატულ ტრანსში, როგორც ამბობს ფერენცი, სადაც ბავშვი ცდილობს მოიპოვოს ალბათ ტრავმამდელი სინაზის მდგომარეობა, ანუ ის სინაზის მდგომარეობა, რომელიც მას ჰქონდა ტრავმატულ აქტამდე. ანუ ამ ესე იგი ანალიზის ცუდად ისმის ჩემი ხმა უკაცრავად რა ცოტა წდება. კი ცუდად. ჩემი ბექგრაუნდ ხმაური არ არის და მე მგონი შეიძლება ვიღაცას მიკროფონი აქვს ჩართული, ვინც ახლა ფონური ხმაური აქვს. არ ვიცი. მე რას ვამბობდი? აი გარკვეულწილად რა თქმა უნდა, შეიძლება განვითარდეს ეს ტრანსფერენსი როგორც მოძალადე ფიგურისადმი, აი ახლა გაქრა ეს მოძალადე ფიგურისადმი, მაგრამ კონტრარგუმენტი იქნებოდა შესაძლოა ის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ტრანსფერენსი, რომლის გაანალიზებაც არის თერაპიული პაციენტისთვის, ხოლო თერაპევტის მიერ მაგალითად მხარდაჭერითი ქცევებით ამ ნეგატიური ტრანსფერენსის განეიტრალება შესაძლოა არ იძლეოდეს მისი შუგზე გამოტანის და გაანალიზებისთვის საჭირო პირობებს. აი ეს შეიძლება გარკვეულწილად არის ესეთი მოსაზრება, რომ მიმდევრები მაგალითად უფრო მხარდაჭერით, იმიტომ რომ ტრავმა შეიძლება
გარკვეულწილად ბევრ ადამიანს მოუძებნო რა და მიზეზი იმისთვის რომ აიღო მაგრამ გარკვეულწილად ზოგჯერ არის ხოლმე ის მოსაზრება და შეხედულება რომ აი ნეგატიური ტრანსფერენსი თვითონ როგორც გარკვეულწილად მორჩილების ასევე მერე ამ მორჩილების აფეთქების და აჯანყების დინამიკა არ უნდათ ხოლმე ზოგ თერაპევტებს რომ ეს იყოს მათი მუშაობის ნაწილი და ურჩევნიათ რომ ხარდაჭერითად იმუშაონ აი ეს მომენტი რა ხო იცი რაშია საქმე ჩემი აზრით რა რომ ამ შემთხვევაში როცა შენ ამაზე ლაპარაკობ საქმე ეხება განდევნას როდესაც რაღაც განდევნილია და მე მხარდაჭერითი თერაპიით, რა თქმა უნდა, მხარდაჭერითი ქცევით ხელს უშლი განდევნილის აქტუალიზაციას, განდევნილის გაცნობიერებას და იმას, რომ განდევნილის მოეფინოს ნათელი, ესე იგი, იხილოს დღის სინათლე იმან, რაც არაცნობიერია. მაგრამ ფერენცი, როცა ლაპარაკობს აი ესეთი მძიმე ტრავმატიზმზე, ამ შემთხვევაში გამოცდილება განდევნილი არ არის. და გამოცდილებას ანალიზი ამ სიტყვის კლასიკური გაგებით ტრავმატული გამოცდილება ანალიზს არ საჭიროებს. საქმე ეხება ტრავმატიზმს და არა ტრავმას. ტრავმა არის ძირითადი კონცეფტი ფსიქოანალიზში, მაგალითად დაბადების ტრავმა, მკერდიდან მოწყვეტის ტრავმა, ოიდიპალური ასაკისათვის დამახასიათებელი ტრავმა, რომელიც კასტრაციასთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყველა ეს ტრავმა ფროიდისთვის ფანტაზმის პრიზმიდან განიხილება როგორც ტრავმა. ამ შემთხვევაში ფერენცი ლაპარაკობს რეალურ მატრამვირებელ გამოცდილებაზე, ანუ ფსიქოტრაუმატიზმს, რასაც ეძახიან დღეს, რომელიც საერთოდ არ დაექვემდებარა განდევნას. იმიტომ რომ ის რაც განდევნილია, ანუ რაზეც განდევნის მექანიზმმა მოახდინა ზეგავლენა, ამავე დროს ექვემდებარება სიმბოლიზაციას. ანუ თლიანად ფსიქოანალიზში სიმბოლიზაცია წარმოუდგენელია განდევნის გარეშე. იმიტომ რომ მაგალითად პაციენტს რომელსაც ეს იზმრება, არ ვიცი მე, ჯოხი, ჩვენ ვამბობთ პირობითად, ყველაზე ბანალური მაგალითი ვიღოთ, რომ ეს არის ფალოსის სიმბოლო. ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ სიმბოლო არის სიმბოლიზაცია იმის, რაც განდევნილია. მაგრამ ამ შემთხვევაში განდევნილის გაცნობიერებაზე არც არის ლაპარაკი. იმიტომ რომ საქმე ეხება არა განდევნის მექანიზმს, არამედ გახლეჩის მექანიზმს. და მატრამვირებელი გამოცდილება ინახება გახლეჩილ ნაწილში, მეს გახლეჩილ ნაწილში. ამიტომ საქმე ეხება ამის ფსიქიკურ ცხოვრებაში რეინტეგრაციას, რომ მოხდეს რეინსკრიფცია მატრამვირებელი გამოცდილების და არა მისი გაცნობიერება ან მიღება, როგორც ასეთი. ო, იმიტომ რომ განდევნილია კასტრაციის. ერთი დამატება შეიძლება ტრავმა ხლიჩავს და ტრავმა ყინავს. ხლიჩავს და ყინავს, რა თქმა უნდა. ხო, აქოვე. ყინავს. მაშინ როცა განდევნილი გამოცდილება, გაყინული გამოცდილება კი არ არის. პირიქით, რეაქტიული გამოცდილება, რომელიც მუდმივად ახდენს ფსიქიკური დინამიკის და ფსიქიკური კონფლიქტის დეტერმინაციას. ანუ განდევნილი გამოცდილება ცოცხალი გამოცდილებაა, რომელიც ჩემს ფსიქიკურ ცხოვრებას განაპირობებს. მაშინ როდესაც ტრავმატული გამოცდილება არის გამოცდილება, რომელიც ყინავს ჩემს ფსიქოაფექტურ ცხოვრებას. ამიტომ ტრავმირებულ პაციენტებთან არის ეს ალექსითიმია, ანუ უემოციო დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. ტრავმირებული პაციენტი ვისაც ყოლია, ყველა დაადასტურებს იმას, რომ ეს პაციენტები ერიდებიან საერთოდ ემოციურ გამოცდილებას. პირად ცხოვრებაში ფილმსაც კი, რომელიც ცოტა ემოციურია, თავს არიდებენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ანუ გრევის საფრთხეა ამ შემთხვევაში, ხო? ეს გრევის საფრთხეა და ამიტომ ყველანაირი ტოლვა ეს იქნება სექსუალური თუ აგრესიული, მუქარის მომცველი ხდება ესეთ შემთხვევაში. ანუ ფერენცი როცა მხარდაჭერაზე ლაპარაკობს, იმიტომ კი არ ამბობს, რომ შეუმსუბუქოს პაციენტს მდგომარეობა ან შეაგულიანოს, ან უფრო მეტიც შთააგონოს, არა? არამედ საქმე ეხება იმას, რომ პაციენტმა შეძლოს რეგრესია, ანუ რეგრესიისათვის შეიქმნას ანალიტიკურ ფუნქციაზე ნაყოფიერი და მეტნაკლებად უსაფრთხო გარემო, რომ რეგრესია გახდეს შესაძლებელი ან წარმოსადგენელი. იმისთვის რომ მოხდეს შეერთება გახლეჩილი ნაწილების, მეტნაკლებად ინტეგრირება. და არა განდევნილის გაცნობიერება, იმიტომ რომ
თუ კი კლასიკური ანალიზი მიმართულია ნევროტულ სუბიექტებთან, ნევროტული სუბიექტების სტრუქტურის მქონე სუბიექტებს განდევნილის გაცნობიერებასთან, ამ შემთხვევაში ინტეგრაციული სამუშაოა ჩასატარებელი და არა მაგას რას ვეძახით? გახსენებას? როგორ? გახსენება არის ეგ ინტეგრაცია რითი? არა, გახსენება უფროიდი ამბობს მაგალითად განდევნილს როცა ეხება საქმე რეკონსტრუქცია, გამოცდილების რეკონსტრუქცია და ტრავმაზე ვამბობ, ხო? რაღაცა რეკონსტრუქცია არ არის, მაშ რა არის? მოგლეჯილი ნაწილის ისევ ინტეგრაცია, რაღაცნაირად მაგალითად ლაკანისთვის ეს არის, როდესაც გამოცდილება აღნიშნელის მიერ არის მოხელთებული. აღნიშნელის, ანუ მაგალითად, როდესაც მე შემიძლია ვთქვა გამოცდილება, ანუ როდესაც გამოცდილება შეიძლება დაექვემდებაროს შენობრივ წესს. То есть მახსოვს. როგორ? მახსოვს ნაწილობრივ. ხო, მაგრამ ტრავმატული მეხსიერება განსხვავებული მეხსიერებაა, მაინც ჩვეულებრივი მეხსიერებისაგან, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მეხსიერება ხო მუდმივად ექვემდებარება გადამუშავებას, გალამაზებას, სიმბოლიზაციას, რეპრეზენტაციას. მატრამვირებელი მეხსიერება ეს არის ერთგვარი სტელა. ერთგვარი მემორიალური დაფა. ანუ თუმცა ტრავმას გააჩნია, იმიტომ რომ შელამაზება შეიძლება ტრავმის დროსაც, ტრავმასაც ხო ყოფთ, არა ეს ხო არ არის გაწყო გრადაციები. ხო, არა, რა თქმა უნდა, მაგალითად ფროიდისთვის მატრამვირებელი გამოცდილება ზოგადად წარმოუდგენელია პაციენტის ტრავმატიზმის გარეშე, ტრამვის გარეშე, ტრამვის და ფსიქოტრამვა სხვა არის, როცა ფერენცი ლაპარაკობს რაზე, რომ როდესაც ბავშვი არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ჩამოთვლის კიდეც, ხო, ელენე, ანუ ჩამონათვალს აკეთებს. ნახე, რაზეა აქ ლაპარაკი? ანუ სექსუალური ძალადობა რამდენად ტოტალურია სინამდვილეში, რა? ხო, იცი რა, იმასაც უსვავს ხას, რომ გააჩნია პერიოდსაც, როდესაც მოუმწიფებელია ადამიანი ფსიქიკურად, მას ამ შემთხვევაში უფრო დიდი ეფექტი აქვს შემდეგ მის ფსიქიკაზე, ვიდრე ვთქვათ უკვე ჩამოყალიბებულ ადამიანს, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია იმები გაითიშე. ალო, არის მე? ბევრი ადამიანი. იგი ისმის. ვებსაიტს გესმით? ოჰო. აჰა. თვითფიელნე განაგზა. ანუ ამას ამბობს რომ მნიშვნელოვანია ძალიან ეტაპი რა ეტაპზე ხდება ფსიქიკური განვითარების, იმიტომ რომ არა ალო? მარიამ, მარტო შენ ხედავ ახლა. აი, ელენე გაშეშდა. ელენე გაშეშდა და მარტო მარიამი ჩანს ეკრანზე. ტრამბულ გაყინვასთან გვაქვს. ისევ აღარ. აი, ახლა მოვუწე. დავრუნდით. ხო. აი, ეს გახლეჩაზე ისმის? კი, ახლა ისმის. ხო. ეს გახლეჩაზე რასაც საუბრობს, ანუ რას ამბობს, რომ ესე იგი პიროვნება რეაგირებს ამ უეცა რუსიამოვნებაზე, არა თავდაცვით, არამედ ამისთან შფოთვითი იდენტიფიკაციით, ანუ ჯენისი პროექციით იდენტიფიკაციით. მასდება. მასწავლება რეალობაში. ისმის. არის მის. არის მე? ახლა ისმის. აი, მე გადავაგდეჟე. ახლა ისმის. აკა ყველა პოდადია და შენ შავთეთრი რატო ხარ? არა ვარ შავთეთრი. ეგეთ რა ვქე. რაზე დამეჭირა, იცი ხელი? აი, blur the phone რო აწერია იმას. გაბუნდოვანება იმისი. შავთეთრი არ ვარ. ელენე, კიდე რა არის, იცი? ძალიან მაგარი, ესე იგი, ძალიან ღრმა კლინიკური მიგნება ფერენცის და ისეთი კარგი მეტაფორა აქვს მოყვანილი, რომ ნუღისონ სავან და ლანფან. ხო, მაგაზე უნდა მეთქვა ახლა. აი ეს კი. რაღაცაა კიდე. ხო, აი მაგაზე მინდოდა ზუსტად მეთქვა რა, რომ ამ გახლეჩის შედეგად რასაც ამბობს ფერენცი, სუბიექტი აყალიბებს
ესე იგი, ინტელექტუალურად განვითარებულ მეს, ასე ვთქვათ, რომელიც არის აბსოლუტურად ჩემი აზრით შეესაბამება Winnicott-ის full self, რაც არის დაახლოებით იგივეა რა? True self-ი თუ. რაზე ამბობ რა არის true self-იო გამომჩა? შეიძლება არა. გახლეჩის შედეგად, რასაც აყალიბებს, ის მე, რასაც აყალიბებს სუბიექტი, ხო? როდესაც მთლიანად ერგება აგრესორის ფიგურას და ხდება სრული მორჩილი ამ ფიგურისადმი. ერთის მხრივ ის ალბათ იმაზეც ზრუნავს, რომ გადაარჩინოს ეს გარე ობიექტი, რომ არ დარჩეს თქვათ მშობლის გარეშე, არ დარჩეს სიყვარულის გარეშე და არ იყოს თვითონ უარყოფილი მთლიანად. ალო. ეგ ფერენცის იდეა არის? იქი. ეს ფერენცის იდეაა, ხო? იცი რატო ამბობ? აი Winnicott-თან როგორ არის? იცი Winnicott-თან წარმოიდგინე ჩიხოლია ესეთი რაღაცა ჩიხოლივით სადაც ჩადებ ნამდვილ self-ს და აი გარშემო აკრავს თუ გახლეჩვაა და როგორ არის მაშინ აბვალაკივოეთ როგორ თქვა ქართულად აი ესე გარს ერტყმის true self-ი false self-ი თავზე აზის რაღაცნაირად. თავზე აზის ნამდვილ მე შოქში რო ჩააგდო რა და აი მოკრა თავი შიგნით არის განცდა ამას აქ ესეთი სტრუქტურას აცახავს გარსი არის false-ი და შიგთავში არის true აი ეგ ვერ გავიგე ხო ნუ შეიძლება რა ვიცი შესაძლებელია კიდე რას ამბობს რომ ფიქსირება მაინც აკრაზეა საქმე ანუ იქ გახლეჩა არ არის ამას გულისხმობთ გახლეჩა პიროვნულია იცი როგორი არის გახლეჩა არ არის განდევნა არის რეალურად რა ხარ და ვინ ახარ და ვინ შეიძლება გახდეს ნამდვილი საკუთრო თვითება თითქოს არის მაშინ რა აბალოჩკაში რა ეს არა Winnicott-თან ეს ნამდვილი და true self-ი სხვანაირად არის ეს კონცეფტი სტრუქტურირებული. იქ Winnicott-ი ლაპარაკობს იმაზე, რომ ადრეულ დედასა და შვილს შორის არსებული პირველადი ურთიერთობა ხო, დედასა და შვილს შორის არსებული სულ პირველადი არქაული ურთიერთობების დროს, როდესაც დედას არ შეეძლო საკმარისად მიეცა, შეექმნა ის გარემო, რასაც Winnicott-ი ორი სიტყვით უწოდებს handling და holding, ანუ ჭერისა და მოვლის გარემო, ნამდვილი თვითობა მიდის რჩება ღრმად ფსიქიკური ცხოვრების ფსკერზე, ჩანასახოვანი ფორმით და ამას როგორც დაცვითი ფუნქცია, მცდარი თვითობა ეკვრის ზედ, როგორც ბაკამ თქვა ზუსტად. შემოეკვრის ან ზემოდან აზრდება. და აი ამ მცდარი თვითობის ფუნქცია არის ოპერატიული, რომ უპასუხოს რეალობის გამოწვევებს, მთლიანად უპასუხოს გარემოს მოთხოვნებს. ესეც იგივე არ არის? იუნგის ანალოგი რო ავიღოთ, იუნგისთვის ეს არის ერთგვარად პერსონა. სუბიექტი საერთოდ არ არსებობს და როდესაც სუბიექტი ლაპარაკობს, როცა ნახავ მცდარ თვითობას კლინიკაში, შენ ნახავ, რომ არასდროს არ ისმის სუბიექტი, არასდროს არ ისმის ნამდვილი ადამიანი. ის მუდმივად ლაპარაკობს თითქოს სხვა ლაპარაკობს მასში. ხო, ეგ არის. აი პერსონა, იუნგის კონცეფტი პერსონა, მასკა, რომელიც საკრული გაგდა უნდა აიხიო რა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება იმას, რაზეც ფროიდი ლაპარაკობს ობსესიურ ნევროტიკებთან სხვათა შორის. ობსესიური ნევროტიკის რატომ არიან ობსესიური ნევროტიკები ძალიან ინტელექტუალური ხალხი? უпростоრად ინტელექტუალიზაციისკენ მიდრეკილი ხალხი, იმიტომ რომ მათი ინტელექტუალურ და კოგნიტურ მომწიფებას ნაადრევად განიცდის, იმიტომ რომ ობსესიურ ნევროტიკთან ზუსტად აი აქ არის ნახეთ კავშირი ფროიდსა და ფერენცის შორის, რომ ობსესიურ ნევროტიკს აქვს რეალური სექსუალური გამოცდილება. ლაკანი ამბობს trop de jouissance. Trop de jouissance, ესე იგი რეალურად
უფრო მეტი ტკბობა, უფრო რეალური სექსუალური გამოცდილება ვიდრე ისტორიულ ან ფობიურ პაციენტთან, სადაც ყველაფერი მაინც ფანტაზმატიკურია. ესმის, ამიტომ როდესაც ობსესიური ნევროტიკი იგივე მაგალითად ჩილავექს კრისამის დომოღა ზეც არის ლაპარაკი, რომ გამოცდილება ადრეულ ასაკში იყო ძალიან მწველი სექსუალური გამოცდილება. მაგალითად, ობსესიურ ნევროტიკებთან ინფანტილური მასტურბაცია უკიდურესად წარმოქმნილია. მათ ახსოვთ ეს და ახსოვთ თუ რაოდენ დიდი იყო ტკბობა ამასთან დაკავშირებით. და ამ შემთხვევაშიც აი პათოლოგიურ პროგრესიაზე რო საუბრობს ფერენცი, ესეც არის ობსესიური მექანიზმი რაღაც მხრივ, ეგრე გამოდის, ხო? რაღაც მხრივ ობსესიური მექანიზმი, იმიტომ რომ ობსესიურ ნევროტიკებს აქვს, იმიტომ რომ მათ იმისათვის რომ ჩვილმა უმწიფარმა მემ აიმორჩილოს მისთვის სრულიად აუტანელი გამოცდილება ზრდასრული სექსუალობის, ის უნდა ზემობილიზირდეს. იმის რომ ზემობილიზირდეს, ხო გინახავს ბავშვები, რომლებიც ლაპარაკობენ კაცებივით. აუ რა კაცივით ლაპარაკობს, ხანდახან 3-4-5 წლის ბავშვი ისე შემოგეპასუხება, პირდაპირ გეტყვის, გამართულად იტყვის ფრაზას, რომ ბავშვური არ არის. და ფერენცის აქვს ძალიან კარგი მაგალითი, რომ ეს ტრავმატიზმი გავს რას, რომ როდესაც ყვახე ხილს, ჩიტი ჩაჰკრავს ნისკარტს და ეს ხილი, ყვახე ხილი ნაადრევად მწიფდება ნისკარტის ჩაკვრის გამო. ესე იგი, მართლა ესეა რა, იმ ყვახე ხილს თუ აიღებ, ხო? და ოდნავ დააზიანებ, სამ დღეში უკვე მწიფია. და ეს ჩანისკარტება არის ზუსტად ტრავმატიზმი. რეალური მატრამვირებელი გამოცდილება, რომელიც იწვევს მეს, ყვახე, ესე იგი, დაუსრულებელი და არაზრდასრული მეს ნაადრევ მომწიფება. ბატონო, გავიგე. ეს საშინელებაა კლინიკურად, ძალიან ძიმეა ამის ნახვაც ბავშვებთან. და ფერენცის მოყავს კიდე დეპრესიული დედის მაგალითი, რომელიც როცა ბავშვი ცდილობს დედის რეანიმაცია, იმდენად მატრამვირებელია მისთვის ჩამონგრეული დედა, რომ ბავშვი ხდება მისი მომვლელი და მთლიანად ერგება პასუხისმგებლობას იღებს იმის. პასუხისმგებლობას იღებს, ხო. აი ეს parental child-ზე ლაპარაკობ, ხო ალბათ? ხო. და ამბობს რომ ეს არის ბავშვი ფსიქიატრია თუ რაღაცა. ბავშვი ფსიქიატრი და არის კიდე შვილი, მეცნიერი შვილი, ანუ განსწავლული შვილი. შვილი ბავშვებიც კი, შვილ ბავშვებშიც კი აღწერილია რენე სპიცის მიერ, შემდგომში აღწერილია თუ როგორ ცდილობს 4, 5, 6 თვის ბავშვი მოერგოს ასე თუ ისე აფექტურად მოერგოს ზრდასრულის მოთხოვნას რა ფსიქოაფექტურ პოზიციას, რომელიც იმის რო შეინარჩუნოს ობიექტს. ხო. ხო, კიდე ერთი მომენტია, როდესაც ფერენცი ამბობს, რომ ესე იგი იდენტიფიკაციას ახდენს სუბიექტი აგრესორთან, ესე გამოდის, რომ ამ იდენტიფიკაციით ის კარგავს იმ უნარს, ასე ვთქვათ, რომ დესტრუქცია მოახდინოს ობიექტის, ანუ დესტრუქციას არ ახდენს ობიექტის, რასაც მერე მელანი კლაინი აღწერს, თქვა. ანუ ის სადიზმი არ არის, რომელსაც მელანი კლაინი აღწერს მერე ბავშვთან. კი, შეიძლება ესე იყოს. მაგრამ რას ამბობს კიდე ფერენცი, რომ აგრესორთან იდენტიფიკაციით აგრესორი ხრება. აგრესორი ხდება, მაგრამ ინტროექცია, ანუ შიგნით რეალობაში აღარ არის, მაგრამ ინტროექცია ხდება და ინტროექცია ხდება აგრესორის ბრალის გრძნობიანად. და შესაბამისად, ამიტომ არის, რომ ტრავმირებული სუბიექტები, ქალები განსაკუთრებით, საკუთარ თავს იდან შეუძლებს. ხო, რასაც ხელს უწყობს ის აგრესორი ფიგურაც და ვთქვათ, სხვა ფიგურაც, სხვა მხარდამჭერი ფიგურაც, რომელიც შეიძლება დედა იყოს და რომელსაც ვერ უზიარებს ფაქტიურად ბავშვი ან დედა უარყოფს მას. კი, რა თქმა უნდა. ეს ფერენცის სტატია ძალიან აღწერს ტრავმირებულ პაციენტებთან, რომლებიც გაუპატიურების სფეროპლე ყოფილა. ხო. მე მყოლია ესეთი კლინიკური გამოცდილება, რომელიც აი ამ შემთხვევაში მე როცა კითხულობ ამ სტატიას, მე მაქვს ერთი მრავალი წლის წინ მაქვს ეს სტატია წაკითხული და ეხლა რო წავიკითხე, სრულიად პირველად წავიკითხე ეს. კლინიკური გამოცდილების რაღაც ამ ტრავმირებულ პაციენტებთან განსაკუთრებით როცა სექსუალურ ძალადობას ეხება საქმე, სრულიად განსხვავებული პრიზმიდან ხედა.
ფაქტიურად ჩარტებია. შემოვიდა კონტაქტი. ვა, კიდე ხო ვისმე კითხვები არ არის? გაქვს რამე მაგალითი ვინმეს პაციენტს? აი ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა, რომ აი ვთქვათ ამ შემთხვევაში ამ გახლეჩის დროს არა ფერენცი ამბობს, რომ ეს სუბიექტი აბსოლუტურად დამოკიდებული ხდება აგრესორის ფიგურაზე, იმ ავტორიტეტულ ფიგურაზე. და ვთქვათ ვინიკოთთან, ხო, მის ნებაზე და სურვილზე და ვინიკოთთან ვთქვათ ეს true self-ი რაც არის, ამ შემთხვევაშიც პრინციპში იგივე არ ხდება, ანუ ეს სუბიექტი აბსოლუტურად დამოკიდებულია გარე სამყაროზე. ანუ შიგნიდან იმდენად ცარიელებულია, რომ გარეზეა მთლიანად ხო, მაგრამ იქ როგორ არის true self-ის დროს? True self-ის დროს უკანა ძალიან უკან არის გადატანილი ნამდვილი თვითობა, და გარეთ მუშაობს ყოველთვის რაღაც მოჩვენებით. იმიტომ კი არა რომ მოერგოს, უბრალოდ ეს არის ერთგვარი ეს არის პარაზიტული იდენტობა, რომელიც პარაზიტირებას ახდენს ჩემი ნამდვილი იდენტობის. ანუ თუ კი ფერენცისთან საქმე ეხება იდენტიფიკაციას, ვინიკოთთან უფრო ღრმა პრობლემას ეხება საქმე იდენტობას, ანუ მე მაქვს ორი იდენტობა, ერთი რომელიც არის ჩანასახოვანი და პულსირებს როგორც რაღაც ნამდვილი ჩემში, მაგრამ რომელიც არ გაფურჩნილა, რომელსაც არანაირად არ აქვს არანაირი სოციალური სახე და მეორე იდენტობა, რომელიც არის მთლიანად სოციალური, 100% სოციალური. ეს რომელზე ამბობ გიგა? True self-ზე? რატომ? იმიტომ რომ ვინიკოტი ფიქრობს რომ ბავშვი ამით ცდილობს გადაარჩინოს, აქაც ფაქტიურად ეს ლოგიკაა, ანუ ორივე კლინიკა, ვინიკოტის კლინიკა იქნება ეს თუ ფერენცის ამ შემთხვევაში არის ექსტრემალური კლინიკა, ანუ თვითგადარჩენის კლინიკა დისოციაციისგან, გაქრობისგან. ვინიკოტი იტყოდა იავარქმნისგან, ანიანტისმან. რა სიტყოდა? აი ანიანტისმან იარვარქმნა განადგურება მოსმობა. ნევროტიკი თუ კასტრაციული შფოთებისგან იცავს თავს და ამიტომ განდევნის, აქ საქმე ეხება სრულიად მძიმე საქმეს. გრევას, ხო? გრევას სრულიად ხო, ამიტომ ვინიკოტის მერე ავითარებს ჩამონგრევის შფოთვას, ლანგუას არარსებობის შფოთვა, ვარდნის შფოთვა. მაგრამ თქვათ, ეხლა აქ ფერენცი რეალურ ტრავმატიზმზე ლაპარაკობს, ხო? ანუ იმ მოვლენაზე, რომელიც რეალურად მოხდა და ვინიკოტთან ესე ხო არ არის, ანუ იქ არ არის აუცილებელი, რომ თქვათ იქ ტრავმატიზმზე არ არის ლაპარაკი, არა? არ არის, იქ არის ლაპარაკი გამოცდილებაზე, რომელმაც მე იმატოვა ჩვილობის სასაკში ჩემს პრიმიტიულ აგონიაში. ანუ იქ პირველად ობიექტია საუბარი და არა ტრავმატიზმი. კი, რა თქმა უნდა. აქ საქმე ეხება 3, 4, 5 წლის ასაკში. ან ტრავმატიზმი ლატენტურ ასაკში 6-7 წლიდან 11-12 წლამდე. ანუ ნახე, გამოცდილება არ არის რომ გატოვებენ. მიტოვებული რო ხარ. კი, არა, რა თქმა უნდა. არა, ეს იმ შემთხვევაში თუ გავნავსვავთ ტრავმას და ტრავმატიზმს. ხო, აქ უკვე ჩანს თვითონ ტრავმატიზმის და ტრავმის უკიდურესი კომპლექსურობა ფსიქოანალიზის დროს ერთი და იგივე სრულიად განსხვავებულ რამებს ნიშნავს, მაგრამ ფაქტია რომ ნიშნავს იმას, რომ ექსტრემალური გამოცდილება აქვს. არა, განსხვავებული მნიშვნელობები და ასაკს გააჩნია მართლა. ხაურე მე რო ვფიქრობდი, ანუ კლინიკურ რეალობაში, ანუ არის სექსუალური ტრავმა ბავშვებს შორის. და ფაქტიურად არ არსებობს 10 კლინიკური შემთხვევიდან, როცა მხოლოდ ნევროზს ეხება საქმე. მინიმუმ 7 პაციენტი ყვება სექსუალურ გამოცდილებას ბავშვებს შორის ინცესტუალურ შემთხვევაში. მერე არის მცირეწლოვანსა და უფროს ბავშვს შორის სრულიად განსხვავებული რამე. მაგალითად მე უამრავი კლინიკური შემთხვევა მქონია, სადაც არის გოგონა იყო 5 წლის და მისი ბიძაშვილი იყო 8 წლის. რაც სრულიად ცვლის ვითარებას, ვიდრე ისიც რომ 5 წლის ყოფილიყო. გიგა ამ დროს პრაქტიკულად ტრავმატიზმზე არ არის საუბარი?
როდესაც გოგონა არის 5 წლის და ბიძაშვილი 8-9-10 წლის და რომელიც გრძელდება პრაქტიკულად ეს და საინტერესო ფაქტი რა არის იცი ჩაგერთობი ბოდიში ხტი ამ დროს როცა ხდება იდენტიფიცირება აგრესორთან აგრესორის მიმართ და ეს პროცესი რომ განადგურების სულვილი არ არის და შემდგომ მიძულების წესით რო ხდებოდა აი ახლა გამიცდა ერთი მომენტი როდესაც შემდგომ ცდილობა ქონდა სხვა ადამიანს ძალადობრივი აქტი განხორციელებით მის მიმართ სული განადგურების ანუ მოკვლის დაწვის ანუ ეს სული აქვს ბიძაშვილის მიმართ ესეთი აგრესია როგორც წვავე აგრესია გავანადგურო მოკლა ეს არ აქვს ან მე რამე თქვა ეს ხო ტრაუმატიზმის მაჩვენებელია ამ შემთხვევაში ეს სწორი დაპირებაა ახლა გავდიოდით აი ამ სტატიიდან გამომწერებულად ანუ გიორგი შენ ამბობ რომ როდესაც საქმე ეხებოდა ბავშვობაში ამ სექსუალურ ტრავმას მაგალითად როდესაც ბიძაშვილი არის 8 წლის და თვითონ პაციენტი იყო 5 წლის და მერე როდესაც ხდება მომავალ ცხოვრებაში ესე იგი რაღაც სექსუალური ძალადობა აგრესორის მიმართ უჩნდება სრულიად გამანადგურებელი იმიტომ რომ ანუ თუ სწორად ხვდები იმასთან იდენტიფიცირებულია და ის რო დაანგრიოს გამოდის რომ საკუთარ თავსაც ანგრევს ხო ახლა ანუ ეს აზრი გამიჩნდა ახლა კიდენ გამოდენ რომ უსმენდი ყოველ შემთხვევაში როდესაც პაციენტს რომელიც სექსუალური ძალადობის სფერული იყო და ხანდახან ეს შეიძლება გრძელდებოდეს თვეები და ხანდახან მემყოლია პაციენტი რომელთანაც ეს გრძელდებოდა წლები 7-8 წლის განმავლობაში შედიოდა ბიძა ოთახში და ფეხზე ადებდა ხელს მერე მკერდზე და ასე შემდეგ 19 წლამდე 7 წლიდან წარმოუდგენელი შეიძლება იყოს ხანდახან და პირველი ნიშნები კლინიკური მუშაობაში პროგრესს არის ის, როდესაც მოძალადის მიმართ უჩნდება კატასტროფული აგრესია. ისო ყოლიდა? ხო. ორტოპლასტიკური ინფექცია. პრაქტიკულად ამ დროს გიგა პრაქტიკულად ამ დროს ხდება რაღაცა დიდი გარდატეხა, იმიტომ რომ შემდგომი დამოკიდებულება ამის მიმართულებით იწლება საერთოდ და მწვავე სპორტით მდგომარეობაც იკლეს აი სომატიზაციის უცარ აი მარტო ამბობ იცი როგორც კი თერაპიული პროცესის დროს პირველადი აგრესორის მიმართ და აი ძაფრი აგრესიის გამოვლენა შემდგომ გაქრა პრაქტიკულად ყველა ეს სომატიზაციური პრობლემები რომელიც ქონდა რა აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე მყავდა პაციენტი, რომელიც გამუდმებით იყო სომატური ჩივილები, განსაკუთრებით კუჭნაწლავის სფერო და საჭმლის მომლელებს სანადგურებს ეს აგრესია, რომელიც ფაქტიურად არ არის არანაირად მაზოხიზმი. ანუ ეს არის აგრესია, რომელიც ეროტიზირებული არ არის. გესმის? ამიტომაც ეს არ არის ნევროზის დროს მაზოხიზმის ფორმები. პირდაპირ ურტყამს საჭმლის მომნელებელ სისტემას და იწვევს დიარეებს და ასე შემდეგ. როგორც კი აგრესია ვექტორს იჩენს ან ფანტაზმში ან რეალურად პაციენტთან სეანსების დროს, როგორც შენ თქვი ზუსტად, მთლიანად ლაგდება სომატოფორმული სიმპტომები, ანუ ფრევა. ხო, აი როდესაც მეორედ როცა იჩენს აგრესია, ანუ სხვა ფიგურაზე, ამას ამბობ გიგა? არა, იმავე ფიგურაზე. იმავე ფიგურაზე. ხო. არის სრულიად საოცარია, მაგალითად, პაციენტი, რომელიც ყვება. ხანდახან პაციენტი, ალო? ალო. ვესმის გიგა. პაციენტი მოდის და ამბობს პირველივე სეანსიდან მე უნდა მოგიყვეთ ერთი ამბავი ეს და ამით ფაქტიურად საკუთარ იდენტობას განსაზღვრავს მისი ტრავმა და ხანდახან რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მე-15 სეანსში უცბად იყვება პაციენტი რომ მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრი მასზე მასტურბირებდა მის სხეულზე როცა თვითონ იყო 4 წლის 4-დან 5 წლამდე გრძელდებოდა ეს ის თვითონ ბიჭი მოზარდი იყო 12-13 წლის და ამას ყვება მას შემდეგ რაც თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბების შესახებ მოყვა და ეს მოყვა ისევ სხვათა შორის თქვა უბრალოდ და შენ ხვდები თუ რამდენად გახლეჩილი ნაწილი ამ ატრავირებელ გამოცდილებას თავის აფექტთან ერთად ისე ინახავს
რომ პაციენტი მე-10, მე-15 სეანსზე ყვება და არა თავიდან. და შეიძლება უფრო გვიანაც მოყვეს. შეიძლება უფრო გვიანაც, შეიძლება სულიად. ისი ამოხდება ხოლმე. ტრავმატიზმი ხანდახან ისი ამოხდება წარმოუდგენლად. მაგალითად, პაციენტთან მუშაობდი 2 წელი და 2 მეტიც ეხლაც მუშაობ, მაგრამ ის იყო უკვე 2 წელი სრულდებოდა, როდესაც თქვა რომ ცუდი რამე გამახსენდა ეხლა, რა გაგახსენდა მეთქი და ერთად ცხოვრობდნენ რაღაც კომუნას. და იქ იყო 1 წლის ბავშვი და ბავშვს ათამაშებდნენ, რომ მეც იმ ოთახში ვიყავიო. დედა ათამაშებდა ხელში და მე-13 სართულიდან გადაუვარდა 1 წლის ბავშვი. ვაიმე. ეს რომ მოყვა უცბად იცი როგორც ტალღა რაღაცა ისე გეჯახება რეალური ისე იჭრება სეანსში თავზარი გეცემა 2 წლის შემდეგ ანუ მატრამვირებელი გამოცდილება რაღაცნაირად გვერდით აგდია პერიფერიაში გახლეჩი და როდის შემოვა მაგრამ პროგნოზები ხშირ შემთხვევაში პირველივე სეანსიდან პაციენტი პოზ როგორც ლაკანი და ილპოზ სიმპტომის თავის სიმპტომს დებს მაგიდან იმიტომ რომ ამ დროს ხო პრაქტიკულად მოდის იმ ბოლო ეტაპზეა თითქოს და თავის განცდაში რომ არ გავგიჟდეს თემით მოდის რა რომ შემოდის აი არ გავგიჟდეს თემით შემოდის უკვე ვაწვება რა პროცესი ამ დროს დებს თურმე ამ ტრაუმის ან მატრამვირებელ მოვლენას თითქოს ამით რაღაცა შენ კიდებს და თვითონ იხსნის ამ პროცესს ეს მაგ ხო ხანდახან ხო სასწრაფოდ დებს ამას ხო იცოდე რომ მე ვარ ის განსაზღვრავს საკუთარი თავის როგორც სუბიექტის დეფინიციას ახდენს ტრაუმის გავლენით ანუ მე ვარ ის ვინც გაუპატიურებს და ამ შემთხვევაში ანალიტიკური სამუშაო იქნება არა დეზიდენტიფიკაცია რომ მოხდეს ანუ იდენტობას მოწყვეტს ეს ამაზე გამახსენდა ერთ პაციენტი რომელიც მოვიდა და მითხრა მე გიჟი ვარ, გავგიჟდები? როგორ ფიქრობთ, არ გავგიჟდაი, რაც ახლა ახსენეთ? და სადღაც 2 წლის შემდეგ იძახის აი ესეთი ტრავმული რაღაცები. გაყო შუაზე. ხო, აი, ხო, ცალკეა თითქოს ის და მერე შემოდის როგორც მეორე სერია. აი, ნაწილი 2. და ვთქვათ, როდესაც პირდაპირ ამ პრობლემით მოდის და ამას დებს პირდაპირ რომ მე ვარ ის ვინც რაღაცა, გამოდის რომ ანუ ზუსტად აი ეს ნაწილი შემოაქვს პირველი და უკანაა უარყოფილი, ვთქვათ ეს მეორე ნაწილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ახლა რაც დასვი არის რომ ანალიტიკოსმა რაც უნდა გააკეთოს, როცა ამას დებს პაციენტი, არ უნდა შეხედოზე, არ უნდა მიახტე მაგას. მაგსაკი. არ უნდა უთხრა, რას მომიყევით გისმენთ როდის იყო რა მოხდა. ჩვეულებრივად უნდა გააგრძელო. ანუ ეს ხო დადო იდოს მაქსიმალურად ესე იდო პაციენტმა ისე დაასრულა ანალიზი რომ არ მოუყოლია როგორ გააუპატიურებდა. თქვა პირველი რაც თქვა რომ ეს ხო რომ აუპატიურებდნენ 3 დღის განმავლობაში. სხვადასხვა მამაკაცს. რომ დადო ეს მორჩა ამ რეალობას ჩვენ არ შევხვდებით და ეს ტრავმატიზმი რადგანაც ჩვენ არ გავხსენით ეს საკითხი. ეს აგენერირებდა მთლიანად ანალიზს. ისე დასრულდა ანალიზი თავისი აბსოლუტური გამოჯამრთელებით, სიმპტომების გაქრობით, მისი ცხოვრების გაფუჭნით და ასე შემდეგ, რომ დეტალები არ ყოფილა განხილვის საგანი და თავიდანვე ვიგრძენი რომ მე თუ ეხლა ვკითხავ, მომიყევი რა მოხდა, ჯერეთი ეს იქნებოდა სრულიად დედმეტი ცნობის მოყარეობა თავიდანვე და ვიფიქრე რომ რამოდენიმე სეანსის მერე მივეპაროთ ამ საკითხს. მივეპაროთ და როგორი რაღაცაა, იცი, აი რაღაცას რო დადებ და ამას შევჭამ მერე. და ამასობაში გავძეხით. დამთავრდა ანალიზი და მორჩა და ის რაღაც რომელიც დესერტივით დადო სეანსზე გაქრა საერთოდ მორჩა ამოიწურა თან. ისე რომ დეტალები აბსოლუტურად ზუსტად ამბობ, წარმოიდგინე მეორე მესამე სეანსზეც რომ დაგიდოს ესა, მას არ იღებ იდეაში და მე მქონდა შემთხვევა რომ 5 წლის დაახლოებით 4.5-4 თვის შემდეგ თქვენ გახსოვთ მე რა ის გახსოვთ რა მოგიყევით? ხო. აი ესე მკითხა.
იმიტომ რომ ამას ძალიან ხშირად პაციენტი გიგდებს როგორც სატყუარას, რომ შენ ფიქსირდებ ინტენსიური თერაპიის მერე მკითხა ეს და მალევე დამთავრდა შეხვედრები. კი, ზუსტად და მალევე დამთავრდა როცა შეეხო იმ. კი ბატონო, თვითონ წამოიღო. თვითონ აუცილებლად წამოიღო. როცა დაუბრუნდა თავის ტრავმატიზმს 17 წლის ასაკში. დაუბრუნდა, გაიარა და დამთავრდა ანალიზი. სხვანაირი დაუბრუნდა, ხო, სხვანაირი დაუბრუნდა უკვე და შეძლო რა ეგომ დატევა იმიდან. აქეთ როგორ არ გახსოვთო? ხო, აი ესე. უბრალოდ ინტუიციურად ვიგრძენი, რომ არ უნდა მეთხოვა მისთვის, რომ ელაპარაკა ტრავმატულ გამოცდილებაზე, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ დავავიჭროვებ და დავასრულებდი ანალიზს რამოდენიმე სეანსში, ანუ ჩავშლი. აბსოლუტურად. მაგრამ ყველა შემთხვევაში სწორი არ არის შეიძლება ეს რა გითხრა, ანუ ამ პაციენტის სტრუქტურა განსხვავებული იყოს და იცი რა, მაგის ფორმულას ვერ დავდეთ ჩვენ დღეს არის სწორი და როდის არა. ეს არის შენი ინტუიცია, მეტი არაფერი არის. და პრაქტიკა, მეტი არაფერი. კი, აი თქვათ ამ შემთხვევაში ხა შენ რაც მოყევი, ხო? იმითი რომ გაგემახვილებინა ამაზე ყურადღება, გამოდიოდა რომ შენც აღიარებდი მის ამ იდენტობას, როგორც ერთადერთს? არა მხოლოდ იდენტობას, ანუ თითქოს, იმიტომ ანალიზის მიზანი არის მთლიანად მოიცვას ფსიქიკური ცხოვრება. და არა, აი როცა ადამიანები ამბობენ, მე ვმუშაობ ტრავმაზე, ძალიან გამაღიზიანებელია ეს, იმიტომ რომ ტრავმა არ შეიძლება ჩვენ განვიხილოთ როგორც ცალკე მდგომარეობა, პიროვნებისაგან მოწყვეტილი გესმის? და ამიტომ როცა პაციენტი მოდის და დებს თავის მარტრავირებელ გამოცდილებას თვალში გჭრის, გეუბნება რომ შენ იმუშავე ჩემს ტრავმაზე, შენ ამაში გიხდი მე ფულს, მეტი არაფერთ არ დაინტერესდება. თუ მეტი არაფერთ არ დაინტერესდები, გარდა ტრავმისა, იმ ტრავმას ვერაფერთ ვერ მოევლო. ხო, ეს იზიარებს თავის კონკრეტულ იმ რაღაცა სიმპტომზე გესაუბრება და ამას გულისხმობს ტრავმაში და თავისთავად მაგაზე გიმახვილებს აქციას. იმ რაიც მაშინ როცა მოახდინოს შენ ფოკალიზაცია. მაშინ როცა პაციენტი ამას დაგიდებს ხვირწინ, შესაძლოა რომ ნებისმიერი ინტერპრეტაცია შენი იყოს ერთი რომ ძალიან დაინტერესდი რა მოხდა და იმ პიროვნებით რომელმაც ეს გააკეთა, ეგ ერთი რატო ინტერესდები ამას თვითონ გადაწყვეტს, არ ვიცი როგორ რატომ ინტერესდები და თუ ძალიან დაუპირისპირდი იმ პიროვნებას, შენ არ აგაქვს ისეთი რაპორტი ჯერ რომ პაციენტი მოგეყრდნოს ამაში, არც თვითონ არის ძლიერი და არც თვითონ რომ შენ დაგიყენოს მეგობრად იმის წინაშე საბრძოლველად. ამიტომ ხელი უნდა გაუშვა, იდეაში უნდა გაუშვა. თვითონ მოგატრიალებს თუ ძალიან დაჭირდა რა, ამიტომ არც გიცნობს რა. პირველივე დღეს ახ მე მაგას წვიფის მოუნგრევ, რომ უთხრა დამთავრებული ამბავი იდეაში, ხო? რო წახვიდე წინააღმდეგი მოძალად. ასე რომ ძალიან დელიკატურად რა, ვერ ახებ, ხელს ვერ ახლებ იმას. მერე კონტრტრანსფერში ძალიან ძნელია მაგ რაღაც რეალური ტრავმების ატანა, იმიტომ რომ როდესაც შენ პაციენტი გეუბნება რომ მე ყოველთვის მწყინდა როცა მამა ჩემს დას აიყვანდა კალთაში ჩაისვამდა და მოეფერებოდა და ამის გამო ესე იგი მე მაქვს პრობლემები დღემდე. ამის ატანა ადვილია, მაგრამ როცა პაციენტი შენ გეუბნება რომ ჩემი 13-14 წლის ბიძაშვილს გავყავდი სადღაცა დაბალულ ადგილას და ის მასტურბირებდა ჩემს სხეულზე, ამის მოსმენა ატანა რთულია, ამიტომაც აქ ძალიან ღრმად შესვლა არ არის როგორი რაღაცა იცი, აი ამ ტრავმას გარსული რომ იჟივანია ტრავმი როგორ არის, ანუ და გამორწყატა, მაგრამ აი ეს ადრეული ბევრი შემთხვევა არ შეიძლება რომ ერთ შემთხვევაში გავაერთიანოთ, რაც არის ადრეულ წლებში მიღებული ტრავმები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან ისმენ იმას, რომ არანაირი დანაშაული ტკბობა ჰქონდათ ამ ტრავმულ გამოცდილებას. და ის ბიძაშვილი, იმინა ბიძაშვილი ძალიან ხშირად არის ეგეც ფენომენი. არ იყო მოძალადი. ხო. არ აღიქმებოდა როგორც მოძალადი, ასე რომ მეორე მოძალადის შემთხვევაში პირველთან კორექტირება ეს ყოველთვის ეგრე არ მუშაობს. გონი გიორგი თქვა, ხო? კი. ხო, გიორგის იდეა იყო. ეს არ არის ეს ისეთი სმაკავანიეთი
ხდება და ისეთი ეს სექსუალობა ეს თამაშია, ასე რომ ტრამვას ნუ დავარქმევთ ყოველთვის ბიძაშვილმა თუ რამე დაანახა იქ. აბსოლუტურად გეთანხმება, ანუ როდესაც საქმე ეხება სექსუალურ თამაშს, ნახე? აბსოლუტურად თამაშია სექსუალური ლაპარაკია. თამაში არის ფანტაზმი, სცენოგრაფია არის ფანტაზმატიკური სცენოგრაფია და მე ვუხე იქ რა დანაშაული გაქვს და რაღაცა ხარ მეორეზე გადმოანთხლევ ან იმას აპატიებ ან თავს აპატიებ, ხო? ამიტომაც ეს არ არის ის ტრავმატიზმი, რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ სექსუალური თამაში სახლობანა, ექიმობანა, ოქრობანა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს ძალიან მიც არის რა, ბუნებრივი არის და ზოგჯერ ძალიან მიც არის. აკრძალული და ამიტომ ამ შემთხვევაში არ იყო თამაში. ორივეს შეთანხმებით ხდება ეს, ასე რომ чувствование არის რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის ტრაუმა. როცა საუბარია თამაშზე, ხო შესაძლებელია გარჩევა, რომ მე რა მაგალითიც მოვიყვან, იქ თამაში არ იყო. აი ზუსტად მაგას ვამბობ, თქვენი არის გიორგი შენი სხვა მაგალითია, იმიტომ აღნიშნე რომ ეგ არ არის. ხო. არა, იქნებაზე რო არის ეს გადახაზული, ყველა სესმის და ყველა იქნება ხალხი სვამს კითხვებს და მარტო რამოდენიმე ადამიანი ისმის. არა, ჩემი კამერა იქ შეება ხოლმე, მე ირთვება. არა, ვიდეოებში გვესმის გიგა, უბრალოდ ზედმეტი ყმაურები რო შემოვიდეს, იმით გავწევ. ხო. მე წინადადება მაქვს დავამთავროთ. საათ 9:30 გავიდა. კარგი წინადადებაა. დროული შემოჭრაია. ხემსადო ჩემი. დიდი მადლობა. მე წინადადება მადლობა. მე მაგდადება რომ შევაფასოთ. ერთი შეკითხვა მაქვს. ანუ ისევ ფერენცის ვაგზელებს თუ რას ვაკეთებთ? როგორ არა. მოდი ისევ ერთი კლაინის რაიმე სტატია. მე მოდით ვიფიქროთ ჯგუფზე შემოთავაზებები გავაკეთოთ, 2 დღეში ავირჩიოთ და 2 კვირაში შევხვდეთ ისე. ანუ ამ დროს შაბათს ჩემია. ელენე მადლობა. ელენე დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა. სტატია ძალიან გასაგებად მოგვაწოდეთ დიდი მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. ელენე დიდი მადლობა. პირიქით. და ვინც აირჩევს, რასაც ავირჩევთ, იქნებ გამოგზავნოთ. კი, დავდებ. ელენე, ბატონო. სათაური გაგვახსენე რა ამ სტატიის. სათაური, ნუ ქართულად როგორც თარგმნე არის ენების აღრევა ბავშვებსა და უფროსებს შორის. გავახსენდა, მადლობა. სხვა დამომივარდა და შენ ეგ გადმოგვიგდე, ხო? კი, ჯგუფშია Facebook-ზე. ხო. მე დღეს მელანი კლაინს გადავხედე შეცდომით. მე მგონი ქეთიმაც ჩააგდო. დისკუსიები გამოდის. დიდი მადლობა და ელენე. ძალიან სასიამო. მადლობა ყველას. მადლობა. აბა დროებით. აბა ჯანმრთელობა ყველას. ჯანმრთელობა. კორონაზე ერთი სიტყვა არ გითხოვს, ერთი. ვაუ, მაგაია. აი ეს იყო განსხვავებული. მაგაც სამკე სესია მიუძღვნათ. კარგი. ელენე, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველას. კარგად. კარგად.